საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო გადაცემის ქართველური ცივილიზაციის საუბრებს. ჩვენ ახლა გვაქვს მეორე ციკლის მეოთხე საუბარი და ეს საუბარი წარმოადგენს ჩვენი წინა საუბრის ამირანის ხმალთან დაკავშირებული საუბრის გაგრძელებას. სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთი პუნქტის განხილვა ამირანის ხმლის ზოგად დახასიათებასთან დაკავშირებით, ამიტომ მე ახლა ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ამაზეც და შემდეგ უკვე გადავალთ ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარ თემაზე. ეს გახლავთ ამირანის ხმლის ანბანური ხატება. მაშა ასე ჩვენი საუბარი უნდა დღეს დავიწყოთ, ასე ვთქვათ, სხვა კუთხიდან, რომელიც ამბას არ შეეხება, ეს არის ხმალი და რწმენა. გაგახსენებთ, რომ ჩვენი წინა საუბარი ძირითადად ეხებოდა ხმლის სიმბოლიკას, მის განზოგადებულ სახეს და აგრეთვე მის მსგავსებას, უпростоრად ამირანისა და ხმლის ერთების მსგავსებას სხვა ლეგენდარულ თუ ისტორიულ პიროვნებებთან. ყველაფერ ამას ემატება აგრეთვე ხმალთან დაკავშირებული რწმენა, რომელიც ქართულ კულტურაში ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული და ეს არის არა მხოლოდ ქართულ ცეკვებში თუ სიმღერებში, არამედ რაც მთავარია იმ ჯვარხატებში, რომლებიც საქართველოს თიანეთის სხვადასხვა სოფლებში არის გავრცელებული. აქ მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთაში და განსაკუთრებით ხევსურეთში საკმაოდ ბევრია ხმალას სალოცავები. ეს შეიძლება იყოს ხმალას ციხე, შეიძლება იყოს ხმალას ეკლესია, შეიძლება იყოს უბრალოდ სალოცავი და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს სალოცავები გაბნეულია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებში ოდითგანვე არსებობდა რწმენა აი ამ იარაღის მიმართ და ამ იარაღის მიმართ ასეთი რწმენა განპირობებული იყო არა მხოლოდ ჩვენი წესჩვეულებებით, არამედ იგი უპირველეს ყოვლისა მომდინარეობდა ამირანის ხმლის სიმბოლიზმიდან. სალოცავებთან დაკავშირებით ყველაზე, ასე ვთქვათ, საინტერესოდ მე მეჩვენება ხმალას მთავარანგელოზის სალოცავი, რომელიც ბუდე ხევსურეთის შუაგულში იყო განთავსებული. ხმალას მთავარანგელოზის სალოცავს ძალიან უჩვეულო ერთი თვისება ჰქონდა. იქ მდგარ ალვისხიდან მოდიოდა მირონი და უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ჯვარხატებში მოგეხსენებათ, რომ ყველგან განძი ინახებოდა, ხო, აი ამ განძზე უფრო მეტად სწორედ რომ მირონი ინახებოდა, როგორც ამას ბატონი ზურაბ კიკნაძეც აღნიშნავს და ეს მირონი დაფლული იყო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი დაფლული იყო, ანუ იგი თვალით უხილავი იყო. ალვისხიდან ჩამონადენი მირონი მიწის ქვეშ მდებარე ქვევრებთან ქვევრებში თუთიხის ჭურჭელში ჩადიოდა და როდესაც ჭურჭელი აივსებოდა, მირონის დენა წყდებოდა და ეს მირონი შემდეგ უკვე მთელ საქართველოს სალოცავებს უნაწილდებოდა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ, ვინაიდან ეს ყველაფერი მომდინარეობდა ისევ ხმალას მთავარანგელოზის ხმალას სალოცავიდან და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხმალა არ არის მხოლოდ და მხოლოდ იარაღი და ჩვენ ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ, არამედ ხმალა გაცილებით უფრო დიდი ინფორმაციის დამტევის საგანი გახლავთ, ვიდრე ის ჩვენ გგონია. ამავე დროს იგივე ხმალას მთავარანგელოზის სალოცავში ხდებოდა ხოლმე სალაშქრო დროშის აბმა. აი ეს დროშის აბმაც ძალიან საინტერესო არის საინტერესოა განსაკუთრებით კი ქართულ სინამდვილეში. მე თვითონ მქონდა შემთხვევა, როდესაც გუდამაყრის ხევისბერს ვესაუბრებოდი ამ აბმულ დროშებთან დაკავშირებით და მან მითხრა, რომ და ზოგადად როგორ უნდა ინახებოდეს დროშა, თვითონ ფარჩის ნაწილი უნდა ინახებოდეს ცალკე დაკეცილი ცალკე სათავსოში, ხოლო ბუნიკი, ანუ ეს ტარი თვითონ დროშისაკი უნდა ინახებოდეს ცალკე, მაგრამ როდესაც მე გუდამაყრის ხევისბერს ვკითხე, რომ ეს აბმა როგორ ხდება, მეთქი ძალიან მინდა რომ ვიდეოზე გადავიღო მეთქი და სურათები მქონდეს, მან მითხრა რომ არაო ჩვენ მაგას არ ვაკეთებთო, ისედაც კარგად ვინახავთო. ანუ ის სიმბოლიზმი, რაც აბმასთან იყო დაკავშირებული, დროშის აბმასთან, რა თქმა უნდა, უკვე დაკარგული იყო და მე ვსაუბრობ 1998 წლის ჩემს ექსპედიციაზე გუდამაყარში. მაშასე აი ამ სალოცავში, ხმალას მთავარანგელოზის სალოცავში ხდებოდა ხოლმე სწორედ აი ამ სალაშქრო დროშის აბმა, ანუ ცალკე შენახული ფარჩის ნაჭრისა და ბუნის შეერთება და სწორედ ეს დროშა მიუძღოდა ხოლმე ქართველებს ბრძოლაში. მაგრამ სამწუხაროდ მე-17 საუკუნეში ზურაბ-არაგვის ერისთავის დარბევების შემდეგ აღნიშნული სალოცავი ფაქტობრივად გაუქმდა, დაინგრა და ეს ფუნქცია, ანუ ეს საბრძოლო დროშის აბმის ფუნქცია რაც ხმალას ჰქონდა, გადავიდა უკვე გუდანის ჯვარზე, შეიძლება ასე ითქვას. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ სიმბოლიზმს, ხმალას სიმბოლიზმს უზარმაზარი ფესვები ჰქონდა გადგმული. არ შეიძლებოდა რომ იგი მთლიანად განადგურებულიყო, არ შეიძლებოდა რომ იგი დავიწყებას მისცემოდა, როდესაც ერთ ადგილას იგი გარკვეული მიზეზების გამო გაუქმდებოდა, მისი ფუნქციები უნდა ეკისრა სხვა ჯვარხაც და ასე შემდეგ. ახლა მე მინდა სწორედ გუდამაყარში ხევისბერების მიერ წარმოთქმული საკმაოდ გრძელი ლოცვის ერთი ძალიან პატარა მონაკვეთი წაგიკითხოთ, რომელიც ეხება ისევ და ისევ ხმალას და შემდეგ კი ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ თუ მე როგორ ვხედავ აღნიშნულ აი ამ პაწაწინა მონაკვეთს. დიდება გუდელას ბარისახოს ბოლოში მდგარ, ხეობის ჩამკეტ, არაგველთა უძველეს და უძლიერეს სალოცავს, ხმალას, ანგელოსთა და ღვთისმშვილთა სამი მოსვლოდ, ალვის ხის ცად ოქროს შიბით მიბმულს, ციდან გადმოსული მადლისა და მირონის ხევსურეთის სალოცავებისთვის გამნაწილებელს. უზარმაზარი ეზოთერული ინფორმაცია გახლავთ აი ამ რაღაც ხუთ ხაზიან ტექსტში ჩადებული. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ გუდელა, შემდეგ ეს გახლავთ თვითონ ხმალა და ჩვენ ხმალას ანბანურ ასპექტზე ვისაუბრებთ სულ ცოტა ხანში. შემდეგ ეს გახლავთ ღვთისმშვილების ფენომენი. ეს არის აგრეთვე მირონმდინარე ალვის ხე და ალვის ხე გარკვეული კუთხით არის აგრეთვე სიცოცხლის ხე. ოქროს შიბი ეს არის გზა, ეს არის კავშირი ზეცასთან, ანუ იგივე ღვთაებასთან.
და იქიდან გადმოსული მადლი და მირონი კი საკუთრება მთელი ქართველი, არა მარტო მთელი ქართველი ხევსურეთისა, რა თქმა უნდა, არამედ მთელი ქართველი ხალხისა. აი ეს მონაკვეთი იყო, რომელიც მე წინა საუბარში უნდა მეთქვა, მაგრამ სამწუხაროდ დროის გამო ვერ მოვასწარით. ახლა მე ამ საკითხზე უკვე ვამთავრებ საუბარს და გადავდივარ ხმლის ანბანურ ხატებაზე, მაგრამ სანამ უშუალოდ ამ თემაზე დავიწყებდე საუბარს, მე მინდა, აი ვისაც ახსოვს ჩვენი წინანდელი გადაცემა, მესამე საუბარი და ეს დღევანდელი საუბარი, მონაკვეთი ხო, ჩვენი საუბრისა, თუ აი ამას ყველაფერს გავაერთიანებთ და წარმოვიდგენთ იმ უზარმაზარ ინფორმაციას, რასაც ეს ყველაფერი გვთავაზობს, რა თქმა უნდა, გვებადება გარკვეული კითხვები. ეს კითხვები ახლა ჩემს მიერ დასმული იქნება სლაიდზე და თქვენ ახლა უყურებთ სლაიდზე ამ 4-ვე კითხვას, რომელზედაც შემდეგ უკვე საუბრის ბოლოს გავცემთ პასუხებს. მაშასე, პირველი შეკითხვა, რომელიც ემყარება ჩვენს მიერ ჩატარებულ საუბარს, რა სიმბოლიკა აქვს მახვილს, რომელიც მზეჭაბუკთან ერთად დაიბადა? მეორე, რატომ ახლავს ის გმირს ყველა ბრძოლაში და რატომ რჩება მასთან ერთად საკნად ქცეულ გამოქვაბულში? მესამე შეკითხვა, თვითხმალი რატომ არ იკარებს არავის პატრონის გარდა? და მეოთხე, რატომ სურთ ამირანის ხმლის ხელში ჩაგდება თვით ბოროტ ძალებსაც? აქ გაგახსენებთ უბრალოდ ბოროტ ძალებთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ თქმულებაში, როდესაც ამირანი მიდის დევებთან საბრძოლველად და მათ სახლს მიუახლოვდება, მას ესმის სახლიდან პატარა დევის მიმართვა თავისი მამისადმი და იგი მამას ეკითხება, შენ პირდიო მეორო ამირანის ხმალს მაჩუქებო. ესე იგი, აი ამ ბოროტ ძალასაც აქვს ძალიან დიდი სურვილი იმისა, რომ ამირანის ხმალი, აი ის ხმალი, რომელზედაც ჩვენ საუბარი ქონდა წინა მონაკვეთში და ვთქვით, რომ ამირანის ხმალი წარმოადგენს განზოგადებული მახვილის სახეს, ხო? მახვილი როგორც ასეთი, იარაღი როგორც ასეთი, იარაღი, რომელიც თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის იბრძვის. და აი ამ 4 კითხვის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ხმლის ანბანურ გამოხატულებაზე თუ გნებავთ, ხატებაზე, რომელიც უკვე საშუალებას მოგცემს ამ ხმლის შესახებ არსებული ინფორმაციული დიაპაზონის გაზრდისა და ამავე დროს იმის შესაძლებლობასაც, რომ პასუხები გავცეთ აღნიშნულ შეკითხვებს. მაშასე, ამირანის ხმალი და მისი ანბანური ასპექტი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ამირანის ხმალზე და მის ანბანურ ასპექტზე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ამირანის დედაც და მამაც და თვითონ ამირანიც ფიგურირებენ ქართულ ასომთავრულ ამბაში და ჩვენ ამაზე საუბარი უკვე გქონდა. პირველი ეს გახლავთ, ანუ პირველი ასონიშანი ანი, ეს არის ამირანის მამა, მეორე ასონიშანი ეს უკაცრავად მეოთხე ასონიშანი ეს გახლავთ დონი, ანუ იგივე დალი, ანუ ამირანის დედა, ხოლო თვითონ ამირანი მოცემული არის მისი ზოომორფული ასპექტით, ხო? ხარის ასპექტით მოცემული არის 34 ასო ნიშნად. და ამ ასო ნიშანს ასევე ეწოდება ხარი. მაგრამ ისმის კითხვა, თუ ამირანი და თავისი ხმალი, როგორც ჩვენი საუბრის, ჩვენს წინა საუბარში ვაჩვენეთ, ხო? წარმოადგენენ ერთ განუყოფელ მთლიანობას, მაშინ ისმის კითხვა, თუ ამირანი მთელი თავისი ოჯახით ქართულ ასომთავრულ ამბაში არის ჩაკირული, ფიქსირებული, მოდით კოდირებული, რატომ არ არის მაშინ ამირანის ხმალი იქ? ან და არის თუ არა ამირანის ხმალი იქ? და აღმოჩნდა,
რომ არის და ეს ამირანის ხმალი გამოხატული არის ქართული ასო-ნიშნის, ასომთავრული ასო-ნიშნის ქანის მეშვეობით. ეხლა თქვენ სლაიდზე ხედავთ ქართულ ასომთავრულ ქანს და მის ტიპებს. ქართულ ასომთავრულ ქანს თუ ჩვენ მით უმეტეს ნახავთ ივანე ჯავახიშვილის ქართული პალეოგრაფიის ბოლოს მოცემულ ცხრილს ნახავთ რომ ძირითადი ფორმები ეს არის ტოლმკლავა ჯვარი, რომელსაც ქვია კრაქს იმისა და სლაიდის მარცხენა მხარეს არის მოცემული, ხოლო მეორე მხარეს კი, ხოლო მეორე ტიპი კი ეს გახლავთ სლაიდის საწინააღმდეგო მხარეს მოცემული ნიშანი, რომელსაც ჰორიზონტალური, როდესაც ქანის ჰორიზონტალური მკლავები შედარებით უფრო მოკლეა და უფრო ზევით არის განლაგებული ბუნზე. ამას ინგლისურად true cross, ანუ ნამდვილი ჯვარი ეწოდება, ხოლო ჩვენთან ქართულში ცხოველს ყოფილ ჯვარს უწოდებენ. მაშასე აღმოჩნდა რომ ჩვენ გვაქვს ქანის ორი განსხვავებული ვარიანტი. ერთსაც ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ქანის კიდევ ერთი განსხვავებული ვარიანტი, ცოტა მოგვიანებით ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ ბევრს არა, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი თემა, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთის ძველ ისტორიას მოიცავს, ამიტომ მე მასზე არ შევჩერდები, უბრალოდ გაკვირით ვახსენებ. ახლა კი ნახოთ თუ რა არის და გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენს ქართული ასომთავრული ქანი. და აქ რა თქმა უნდა ისევ და ისევ გენიალური რამაზ პატარიძის ნაშრომის გარეშე ჩვენ ვერსად ვერ წავალთ. ბატონმა რამაზმა გამოიკვლია და თქვა გარდა იმისა რომ ესე იგი ქართული ასომთავრულიანი საბემპატიეთ ქანი ქართულ ასომთავრულ ამბანში 24 ნიშნად ზის, მას გააჩნია 600-ის რიცხვით მნიშვნელობა და 600-ის რიცხვით მნიშვნელობა მას იმიტომ აქვს თუ გახსოვთ ჩვენ საუბრობდით პითაგორას საიდუმლო რიცხვზე, აქედან გამომდინარე 2-ს უნდა მივუმატოთ 4 იქნება 6 და ვინაიდან ასეული ვართ, რა თქმა უნდა მივუმატოთ 2-0, აქედან მივიღებთ ჩვენ სწორედ ქანის რიცხვით ღირებულებას. შემდეგ იგივე 24, ანუ რიგობითი რიცხვი ასომთავრული ქანისა, ეს გახლავთ იგივე დღეღამის 24 საათი, ეს არის იგივე დედამიწის ერთი სრული შემოbrunება თავისი ღერძის გარშემო და ეს არის მზის ერთი ეკლიპტიკური წრე. გარდა ამისა ძალიან საინტერესოა აგრეთვე ჩემი აზრით ზურაბ ქაფიანიძის შეხედულებაც ასომთავრულ ქანზე და იგი ამბობს რომ ქანის 4 მკლავი წარმოადგენს 4 გეოგრაფიულ მხარეს და აგრეთვე 4 კლიმატურ სეზონს, რაც ჩემი აზრით სავსებით გამართლებული ჩანს და ამავე დროს აქ ვახსენებ ახლა სწორედ აი ფრთიან ქანს, ტოლმკლავიან ფრთიან ქანს, რომელშიც ასახული არის პლანეტა დედამიწის მოძრაობა თავისი ღერძის გარშემო, სწორედ იმ მიმართულებით, როგორიცაც იგი მოძრაობს. ანუ მარცხნიდან მარჯვნივ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტიურად აი ელემენტარულად ქანის რიგობით რიცხვში ჩადებული გვაქვს უზარმაზარი ასტრონომიული ინფორმაცია. მაგრამ გარდა აი ამ უზარმაზარი ასტრონომიული ინფორმაციისა ჩვენ კიდევ ბევრი საიდუმლოება გველოდება. 2023-ში ბატონ დავით გალეგაშვილთან ერთად, როდესაც მე ჩაწერაზე ვიყავი, ინტერვიუზე ვიყავი და ვისაუბრეთ ქართული ასომთავრული ამბანის შესახებ, მაშინ საუბრობდი მე ერთ-ერთ პუნქტად, რა თქმა უნდა,
ნებისმიერი ამბანის ერთებაზე, რაზეც ბატონი რამაზ პატარიძეც საუბრობს და ერთების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი თვისება გახლავთ ის, რომ ყველა ამბანს ბოლოში აქვს ჯვარი, რაც ნიშნავს ამბანის დასასრულს. მაგრამ მე მაშინ ვთქვი, რომ აი ამ ერთების კანონს ქართული ასომთავრული ამბანი თითქოს ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება იგი იმის გამო, რომ ქართულ ასომთავრულ ამბანში ჩვენ გვაქვს სამი ჯვარი. პირველი ეს გახლავთ დონი, რომელიც მეოთხე ადგილზე ზის, მეორე ეს გახლავთ ქანი, რომელიც 24 ადგილზე ზის და მესამე ეს გახლავთ ჯვარი, რომელიც 35 ადგილზე ზის. რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული? უკაცრავად ახლა აი სლაიდზე თუ შეხედავთ თქვენ, ესე იგი დონი განაგებს 400 ნიშანს და კეტავს შემდეგ უკვე იგი, იმიტომ რომ ჯვარმა უნდა ჩაკეტოს ის, შემდეგ მოდის ქანი, სადაც ჩვენ გვაქვს უკვე 200 ნიშანი. უკაცრავად 200 ნიშანი და ქანი კეტავს მას და შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს 1100 ნიშანი, მე-11 ეს გახლავთ თვითონ ჯანი, რომელიც კეტავს უკვე აი ამ ქართულ ნაწილს ამბანისა და შემდეგ არის დამატებით გაჩენილი, ანუ უბრალოდ დამატებული 200 ნიშანი, აი ესა და ხო ეს სახით, ხო? ახლა ვნახოთ თუ რატომ არის, აი რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ქართულ ასომთავრულ ამბანში ჩვენ სამი ჯვარი გვაქვს, მაშინ როდესაც სხვა ამბანებში და უპირველეს ყოვლისა ფინიკიურ ამბანში, ამ დედა ამბანში ჩვენ გვაქვს ერთადერთი ჯვარი. მე მაშინ, ანუ 2023-ში ამ შეკითხვაზე პასუხი არ მქონდა, მაგრამ დღეს მე ამ შეკითხვაზე პასუხი მაქვს და ესეც იქნება ქართული ტევეს ექსკლუზივი, იმიტომ რომ მე რასაც ახლა ვიტყვი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მის სისტორეში. პირველი, ესე იგი ჩვენ გვაქვს 400-იანი ჯგუფი, ეს გახლავთ რომელსაც კეტავს უკაცრავად დონი და ჩვენ ვიცით, რომ ამ ჯგუფში პირველი ასონიშანი არის ღვთაება მთვარე, მეოთხე ასონიშანი არის ღვთაება დონი, ანუ ესენი არიან ამირანის მშობლები, ამირანის დედმამა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ღვთაებრივი ოჯახი და ამ ღვთაებრივ ოჯახს რაღა თქმა უნდა სხვა არაფერი არ უნდა შეეხოს. ამიტომ იგი ჩაკეტილი არის მზის ასონიშნის, ანუ დონის მეშვეობით. იმისათვის, რომ ჩვენ ქანის ფუნქცია დავინახოთ, ამისათვის უნდა გავიხსენოთ ბატონ რამაზ პატარიძის მიერ და არა მარტო ბატონ რამაზ პატარიძის მიერ, არამედ მიხეილ ჯავახიშვილის, უკაცრავად ივანე ჯავახიშვილიც არის პალეოგრაფიაში ამაზე საუბრობს და ბევრი სხვა მკვლევარი სხვათა შორის, იმიტომ რომ აი ამ ამბანური ნაწილის გამოყოფა ქართულ ასომთავრულში რთული სრულიად არ არის და ეს გახლავთ სემური, უпростоრად უცხოური ამბანური ნაწილი, რომელიც შედგება სემური და ბერძნული ასონიშნებისაგან. აი ეს სემური და ბერძნული ასონიშნები, აი აქ ახლა ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ სწორედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გრაფიკულ გამოსახულებას იმისა, თუ რაზეც მე ახლა ვსაუბრობ. მასასადა მე ჩვენ გვაქვს სემური ნაწილი და ეს სემური ნაწილი იწყება ანიდან, რა თქმა უნდა, და შემდეგ ბოლო 3 ასონიშანი, სულ 24 ასონიშანი გახლავთ აქ და ბოლო 3 ნიშანი, ეს უკვე არის ბერძნული ამბანის საკუთრება. მაგრამ სემური და ბერძნული ერთად ქმნიან უცხოური ანბანის, ან უცხოურ ანბანურ სისტემას ქართულ ასომთავრულ ანბანში. და ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ აი ამ უცხოურ ამბანურ სისტემას ფინიკიური იქნება იგი თუ ბერძნული კეტავს ქართული ასომთავრული ქანი, ანუ მეორე ჯვარი. ეს აქ საინტერესოა ის, რომ როდესაც ქართული ასომთავრული ქანი კეტავს, ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ იგი კლავს უცხოურ ანბანურ სისტემას
თავისივე სისტემაში, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს კვლავ არ უნდა გავიგოთ პირდაპირ მნიშვნელობით. ეს სიმპათიური მაგიის მაგალითი გახლავთ. ანუ, როდესაც ვირტუალურად ხდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაღაცა ქმედების განხორციელება იმისათვის, რომ მომავალში ის მოხდეს. მაგრამ აქაც კი, აქ კვლავ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ზემურ და ბერძნულ ანბანებში ჩადებული ინფორმაციის გამომჟღავნებას. ანუ ამ კვლას ქართული ქანის მეშვეობით უცხოური ანბანური სისტემის კვლას და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ფინიკიურისა ის მნიშვნელობა გააჩნია, რომ მათი საიდუმლოება ბოლოს და ბოლოს გამორკვეული იქნება. ახლა გადავიდეთ ქართულ ნაწილზე. აი ეს ქართული ნაწილი იწყება ღანის მეშვეობით. ღანი კი არის 25 ასონიშანი და იგი დიდი უხილავი ღმერთი გახლავთ. ესე იგი ჩვენ აქ ხედავთ უკვე ქართველთა დიდ უხილავ ღმერთს, რომელიც განაგებს მთლიანად ქართველურ სისტემას და იკეტება უკვე ქართული ასომთავრული ჯანის მეშვეობით. ქართულ ასომთავრულ ჯანზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები არსებობს და ეს მოსაზრებები დამყარებული არის თვითონ ჯანის გრაფიკულ გამოსახულებაზე. თქვენ რომ დააკვირდეთ ქართულ ასომთავრულ ამბას და ეხლა სლაიდზეც მოცემულია ხო ეს ანბანური სისტემები, დაინახავთ რომ ერთადერთი ასონიშანი, რომელიც არ არის აგებული სწორი ხაზისა და კუთხის საფუძველზე, კუთხის შექმნის საფუძველზე, ეს არის ჯანი. იგი შექმნილი არის დიაგონალურ პრინციპზე და ეს დიაგონალური პრინციპი ძალიან მკაფიოდ გამოყოფს ქართულ ასომთავრულ ჯანს სხვა დანარჩენი ასონიშნებისგან, მაგრამ ჯანით იკეტება ქართული ნაწილი ქართული ასომთავრული ანბანისა. რას ნიშნავს ახლა, რომ ჯანით იკეტება ქართული ასომთავრული ანბანის ქართული ნაწილი? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ამ ჯანმა შეიძლება გახსნას რომელიღაცა სხვა სისტემა? იმიტომ რომ ჩვენ ქანით რომ ჩავკეტეთ უცხოური სისტემა, ქანის მერე უკვე ქართული მოდიოდა. დონით რომ ჩავკეტეთ პირველი ღვთაებრივი სისტემა, მის შემდეგ მოდიოდა უკვე თუ შეიძლება ქანით განპირობებული უცხოური სისტემა, მაგრამ ჯანის მერე რაღა მოდის. ჯანის მერე რა გარკვეული ასე ვთქვათ მოლოდინი არსებობს იმისა, რომ კიდევ გქონდეს სხვა ასონიშნები, ანუ კიდევ მოხდეს ანბანური სისტემების განვითარება. უნდა მოგახსენოთ, რომ ჯანს გააჩნია დიახაც სწორედ ასეთი ფუნქცია. აი ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ ქართულ ასომთავრულ ჯანს და როგორც ხედავთ, იგი უზის მარჯვნიდან ფინიკიური ანბანის მთელ სისტემას. დააკვირდით თუ შეიძლება აი ამ ფინიკიური ალეფისა და ქართული ჯანის გამოსახულებებს. ისევ მივმართავ 2023-ში ბატონ დავით გალეგაშვილთან ჩაწერილ საუბრებს, რომლის დროსაც მე წარმოვადგინე ქართული ასომთავრული ჯანის ასე ვთქვათ ნიმუში და ერთი ხელის გადატრიალებით მე მოვახდინე ჯანის გარდაქმნა ალეფად. თქვენ თუ აღნიშნულ ნიშანს შეაბრუნებთ, ხო დიაგონალზე თუ გადაიტანთ, პირდაპირ ქართულ სემიტურ ალებში ჩადიხართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართული ასომთავრული ჯანი კი ამთავრებს ქართულ ასომთავრულ ანბანს, მაგრამ მას შესწევს იმის ძალა, იმის გამო, რომ იგი განსხვავებულია, ხო? მას შესწევს ძალა იმისა, რომ წარმოქმნას სხვა ასონიშნები.
ეს სხვა ასონიშნები მას შეუძლია წარმოქმნას როგორც საკუთარი ანბანური სისტემის შიგნით ესა და ხო ეს მსგავსად და სულხასაბას კიდევ ორი დამატებითი ნიშანი აქვს სხვათა შორის მოცემული არამედ აგრეთვე სხვა კულტურების სხვა ერებისათვის აწარმოოს ანბანური სისტემები და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ ჯანმა ფაქტობრივად აწარმოა ის პირველი ეგრეთ წოდებული დედა ანბანი, ანუ ფინიკიური ანბანი, რომლისგანაც შემდეგ უკვე გავრცელდა ანბანური სისტემები თითქმის მთელს მსოფლიოში, ხო? ბერძნული საშუალებით დასავლეთში, ხოლო ფინიკიური საშუალებით კი შემდეგ უკვე სემიტურ სამყაროში. რა სხვა საიდუმლოება შეიძლება რომ ჰქონდეს ქართულ ასომთავრულ ჯანს, იმიტომ რომ აი ასეთი ძალიან დიდი და ძალიან სერიოზული ფუნქცია, ანუ ჩაკეტვისა და გახსნისა თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი მხრივ იგი კეტავს ქართულ ასომთავრულ ანბანურ სისტემას და მეორე მხრივ იგი აღებს უზარმაზარ კარიბჭეს სემიტურ სისტემაში და თვითონ არის ამ სემიტური ანბანური სისტემის წინამძღოლი ძალიან დიდ ფუნქციას აკისრებს აღნიშნულ ასონიშნას და მეცაც ვიტყვი მის სახელშიც კი უნდა იყოს ძალიან დიდი ეზოთერული მნიშვნელობა ჩადებული. ეს საკითხი არ დაუმალავ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა რომ ჯანი ვინაიდან იგი წარმოადგენდა ასეთ განსხვავებულ ასონიშნას მისი სახელიც რაღაც განსხვავებული სემანტიკით უნდა ყოფილიყო დატვირთული და აღმოჩნდა რომ აი ამის პასუხიც მე დღესდღეობით მაქვს და ეს კიდევ და კიდევ იქნება ისევ აი ამ ჩვენი ქართული ტევესთვის მიცემული ექსკლუზივი. ჩვენ აქ ახლა უნდა გავიხსენოთ თუ არ ვცდები მე-7 საუბარი იყო პირველი ციკლისა, როდესაც ჩვენ ამირანის დედა უпростоრად ამირანის დედის სახელით დარეჯანი განვიხილეთ და იქ ვახსენეთ რომ დარეჯანს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა და ამავე დროს იგი გამოიყენებოდა ზოგ თქმულებაში როგორც მამის მიმართ ასევე დედის მიმართაც ხო ამავე დროს ჩვენ ვთქვით რომ ვარიანტული სახელები იყო დარჯელანი და დალარჯანი. არ ვიცი ვის ახსოვს ეს, მაგრამ უბრალოდ ახლა შეგახსენებთ, რომ როდესაც ჩვენ დარეჯანს განვიხილავდით, უпростоრად დარჯელანს განვიხილავდით, იმის გამო რომ იგი დარეჯანს წინ უსწროებდა ქრონოლოგიურად, ჩვენ მაშინ ვახსენეთ, უпростоრად გამოკვლევის საფუძველზე დავადგინეთ, რომ დარჯელანი მომდინარეობდა შემდეგი მორფემების ჯამიდან, ეს არის დარ, რომელიც ნიშნავს მზეს, ძე, რომელიც ნიშნავს ვარს, წულს, ელ, რომელიც გვიჩვენებს წარმომავლობას და ან, რომელიც ერთი მხრივ გვიჩვენებს წარმომავლობას, მაგრამ მეორე მხრივ არის აგრეთვე ქართული ასომთავრული ანის, ანუ პირველი ასონიშნის სახელი. სხვაგვარად, დარძელან, რომლისაგანაც მერე მივიღეთ დარძელანი და დარჯელანი, იმიტომ რომ ძ-ჯში გადავიდა, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს დარ, ზე, ან მთვარე და აქედან გვაქვს ძე მთვარისა და მზის წარმომავლობის მქონე ძე. ანუ ჩვენ მაშინ ვთქვით რომ სინამდვილეში დარეჯანი აი ამ სხვადასხვა ვარიანტული გადასვლების შედეგად სინამდვილეში წარმოადგენდა მზისა და მთვარის, ანუ ღვთაებრივი ოჯახის ძეს. აი აქ ახლა ჩვენ თუ როგორ გითხრათ, ერთად აგვაქვს მოცემული ამირანის წარმომავლობა, ანუ სადაც გვაქვს ნათქვამი რომ ამირანი მზე ღვთაების შვილიც იყო და მთვარის ღვთაების შვილიც იყო, ჩვენ გვაქვს აგრეთვე ჩეჩნურ-ინგუშური ღვთაების
დარძეს, უпростоრად დაძას სახელით. ეს უკვე ქალღმერთის სახელია, ქარიშხლის ქალღმერთი, ანუ ქარიშხლების დედა გახლავთ და დარძაში, რომელიც რა თქმა უნდა მიღებულია დარძედან და ეს ბოლოკიდური ხმოვნის ცვლილება ძალიან უმნიშვნელო ფონეტიკური ფაქტორი გახლავთ, ჩვენ ვღებულობთ, რომ დარძა, ანუ დარძე სინამდვილეში ასახავს მხოლოდ და მხოლოდ ამირანის მზის მზიური ღვთაებისგან წარმომავლობას. ანუ მხოლოდ დედის წარმომავლობაზე არის ლაპარაკი, მაგრამ რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ გვქონდეს აგრეთვე წარმომავლობა მხოლოდ მამისგან, ანუ მთვარისგან და აი ამ შემთხვევაში, აქ ახლა თქვენი სლაიდზე ხედავთ, რა ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონოდა რა ძეს მიმატებული ან, ხო სწორია, ანუ უნდა გვქონოდა ძეან. აი ამ ძეანში, როდესაც ჩვენ გვაქვს ორი ხმოვნის თავმოყრა და უკვე რამდენად ვიმეორებთ ჩვენ იმას, რომ ქართველური ენები ხმოვნების თავმოყრას ვერ იტანენ და ის უნდა აუცილებლად გაამარტივონ, აი ამის შედეგად ამოვარდა და დარჩებოდა ძან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მანამდე ეს ძე სავსებით შესაძლებელია, რომ გადასულიყო ჯ-ში, იმიტომ რომ ჩვენ ეს უკვე დარჯელანში ვიხილეთ, ხო? აქედან გამომდინარე, ვიღებთ, რომ ჯ-ან ვარდება და ვღებულობთ ჯან და რა მივიღეთ? თურმე ჯან ყოფილა მამისგან, ანუ მთვარისგან, ასე ვთქვათ, წამოსული ძე. თუ ერთი მხრივ ჩვენ ჩეჩნურ ინგუშურში გვაქვს დარძა, რომელიც სინამდვილეში არის დარძედან წამოსული ფორმა, მეორე მხრივ ჩვენ გქონია თურმე ჯან, რომელიც მომდინარეობს ძე-ანიდან, რომლის ფონეტიკური განვითარების შედეგად ვღებულობთ ჯს და აქედან გამომდინარე ვღებულობთ ჯანს. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ თურმე ასონიშანი ჯან, რომელიც ამთავრებს ქართულ ასომთავრულ ანბანს მთლიანად და ამავე დროს ქართული ასომთავრული ანბანის ქართველურ ნაწილსაც იგი თავისი განსხვავებულობის მიხედვით წარმოადგენს და უпростоრად მოდით ასე მას შემოჰყავს ქართულ ასომთავრულ ანბანში სრულიად განსხვავებული ანბანური სისტემა. ეს არის სემიტური ანბანური სისტემა. აი ეს ჯან გვეუბნება, რომ მე ვარ მზეკაცი, ხო, მე ვარ მზისა და მთვარის შვილი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამბობს, რომ მე მთვარის შვილი ვარო და ამას ადასტურებს სემიტური ანბანიც, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ალეფი და შემდეგ ჩვენ გვაქვს სინ, ხო, რომელიც მთვარია. აქედან გამომდინარე, აი ეს ძეან, ანუ ფაქტობრივად ჯან გვეუბნება, გვამზადებს იმისათვის, რომ ჩვენ უკვე შევდივართ განსხვავებულ სამყაროში. ეს არის უკვე დედამიწისეული სამყარო, ეს არის უკვე დედამიწაზე გაჩენილი ანბანური სისტემები, მას ამ სისტემას, აი როგორც ქართული ღვთაებრივი სისტემა, 400 ნიშნისაგან შემდგარი, რომელიც დონით იკეტება, მას უკვე აღარ აქვს, აქ ყველაფერი რაღაც ერთ გარკვეულ ჩარჩოში არის მოქცეული და აი ეს სისტემა შემოაქვს, მაგრამ თან გვეუბნება, რომ მე კი შემომყავსო ეს სისტემა ჯანის მეშვეობით, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს განსხვავებული სისტემა გახლავთ. აქედან გამომდინარე, იკვეთება იმ სამივე ჯვრის ფუნქცია ქართულ ასომთავრულ ანბანში, რომელზედაც ჩვენ საუბარი ქონდა 2023 წლის საუბარში ბატონ დავით გალეგაშვილთან და დღეს უკვე გაეცა პასუხი. აქედან გამომდინარე, მოდით ესეც გამახსენდა, ეხლა სლაიდ შევხედე და გამახსენდა, ჩვენ გვქონდა კიდევ მეორე სახელი, თუ გახსოვთ ამირანის დედის ვარიანტის, ეს იყო დალარჯანი, სადაც დალ პირდაპირ დალი იყო, არ იყო წარმომავლობის მაჩვენებელი ზანური სუფიქსი და შემდეგ იყო ჯან. აი ამ ჯანშიც ჩვენ უკვე გვეუბნებიან, რომ ძეან არის, ძეან, ანუ ძეან
მთვარის შვილი, ანუ ანის შვილი, რომელიც შემდეგ ფონეტიკური განსხვავების მიხედვით უბრალოდ გადავიდა ჯერში. აი ასეთი არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ფონეტიკური, ლექსიკური, ანბანური თქმულებების საფუძველზე მოცემული თუ რა და რა გვაძლევს ჩვენ უზარმაზარ მასშტაბებს იმ ქართული ანბანური სისტემისა, რომელიც ჩვენ მამა-პაპათაგან გადმოგვეცა. მაშ ასე ჩვენ აი ამ საკითხებზე უკვე ვისაუბრეთ და ახლა უნდა თუ შეიძლება ასე ითქვას გავაკეთოთ პატარა შეჯამებასავით, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ამირანიანში მთავარი წამყვანი მოქმედი გმირები არიან ამირანის თვითონ ამირანი თავის ხმალთან ერთად, მაგრამ რა თქმა უნდა ამირანის დედაც და მამაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. აი ეს ღვთაებრივი ოჯახი, სადაც დედა და მამა არიან ღვთაებრივი სისტემის კუთვნილება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ გვაქვს ასევე ხარკაცი, რომელიც ნაწილობრივ გახლავთ ღვთაება და ნაწილობრივ არის ადამიანი. ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ აი ამ ღვთიურ ადამიანური ოჯახის ანბანურ გამოხატულებას ქართულ ასომთავრულ ანბანში. ანი არის მამა, დონი გახლავთ, იგივე დალი, ანუ დედა, ქარი გახლავთ ამირანი თავის ზოომორფულ ასპექტში და ქანი გახლავთ ამირანის ხმალი. ყველა უნიშნელოვანესი მოქმედი გმირი ჩვენ ქართულ ასომთავრულ ანბანში გვაქვს. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთი საინტერესო ფაქტი. საქმე იმაშია, რომ ქანის ფორმა, როგორც ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ძირითადად ეს ხმლის ფორმას, რომელიც გავს, ხო, ეგრეთ წოდებული ცხოველსმყოფელი ჯვარი, ფაქტობრივად ახდენს, ანუ ეს ქანი, ანუ იგივე ცხოველსმყოფელი ჯვარია, ხო? აი ეს გაიგივება ქანისა და ცხოველსმყოფელი ჯვრისა ფაქტობრივად უკვე იძლევა ბიბლიასთან დაკავშირების შესაძლებლობას და ჩვენ აქ ხედავთ, რომ ვინაიდან ამირანიც დასჯილია და ამირანის ხმალი არის იგივე ქანი, იგივე დასჯის იარაღი, ხო? დასჯის იარაღი, რომელიც არის ქრისტესთან გამოყენებული, ჩვენ გვეუბნება, რომ ამირანი და ქრისტე ერთი და იგივეა და ამირანის ხმალი და ქრისტეს ჯვარიც არის აგრეთვე ერთი და იგივე. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ ამირანი არის ქართველი ხალხის განზოგადებული სახე და ამირანის ხმალი არის ზოგადად იარაღის מחვილის განზოგადებული სახე. აქ არ აქვს იარაღის სახეობას მნიშვნელობა, ხო? ეს არის იარაღი, რომლითაც იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ხო? და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს იგივე ქანი, რომელზედაც ქრისტე აწვეს ჯვარს და ჩვენ ვიცით, რომ ამირანის განზოგადებული სახე არის იგივე ქართველი ერი. ვღებულობთ იმას, რომ ქრისტეც არის ქართველი ხალხის განზოგადებული სახე და აი ამ მთლიანობას ამირანი, ქრისტე, ქართველი ერი, რა თქმა უნდა, ემატება უკვე ქართული ასომთავრული ანბანი. ქართული ასომთავრული ანბანი უკვე ვინაიდან ქანი, ანუ מחვილი არის ქართულ ასომთავრულ ანბანში, უკვე გამოდის, რომ თვითონ ქართული ენა წარმოადგენს ბრძოლის იარაღს
და მე აქ მინდა გაგახსენოთ სიტყვა מחვილის სიტყვა, როგორი מחვილის სიტყვა აქვსო ვიტყვით ხოლმე ხო? ანუ გამჭრელი, სწორი, სწრაფი, მოსწრებული და ასე შემდეგ, ხო და ბევრის მთქმელიც და ასე შემდეგ. იმიტომ ვამბობ მე რომ ეს არის განზოგადებული מחვილის სიმბოლიკა. აქედან გამომდინარე ჩვენ ესე იგი გქონია როგორც ქანი გქონია როგორც מחვილი ხო ასევე გქონია როგორც מחვილი სიტყვა. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ ახსოვე ვიცით რომ ამირანისა და ქრისტეს გაიგივებას მივყევართ ძალიან მნიშვნელოვან დებულებასთან რომ ორივე ქრისტესა და ამირანიც უნდა აღდგნენ. და კითხვა ისმის, რის საფუძველზე ხდება ეს აღდგომა. ეს აღდგომა ხდება როგორც ასომთავრულ ამბაში და ამირანიანში ამოცემული, სწორედაც რომ აი ამ מחვილის მეშვეობით, ვინაიდან ქანი არის מחვილიც და არის ქართველების ენაც, ანუ ენა ქართული. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ქართველთა ყველაზე დიდი საბრძოლო იარაღი ყოფილა ქართული ენა, ან უფრო სწორად ვიტყოდი ქართველური ენები. და ამაზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, ქებაიშიც. დამარხულ არსენაი ქართული დღემდე მოსვლის ამისი სასაწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხელოს ამით ენითა. ეს ასეც მოხდება, მაგრამ მოდით იმ 4 კითხვას დაუბრუნდეთ, რომელზედაც მე ადრე ვსაუბრობდი და ახლა მე წაგიკითხავთ იმ პასუხებს, რომელი პასუხებიც მე თვითონ გავეცი აღნიშნულ შეკითხვებს. მაშ ასე პირველი შეკითხვა. რა სიმბოლიკა აქვს מחვილს, რომელიც ბზეჭაბუკთან ერთად დაიბადა? აქ რამოდენიმე პუნქტია. ამირანის ხმალი არის მისთვის ღვთაებისგან მინიჭებული თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლის სიმბოლო. ამირანის ხმალი არის ქართული ენის სიმბოლო, ვინაიდან იგი ასომთავრული ანბანის ასო ნიშანიცაა. ამირანის ხმალი არის ბასრი ორლესული מחვილი, რომელიც კაცობრიობის პირველ ანბანს რიტუალურად კლავს და ამით თავის ენობრივ პირველადობას აცხადებს. ამირანის ხმალი არის ამირანისა და მისი ერის მტრების საწინააღმდეგოდ აღმართული ღვთაებრივი מחვილი და სიტყვაც, რომლის ქნევაც ჯაჭვთა წყვეტისა და ამირანის განთავისუფლების საწინდარია. კითხვა მეორე. რატომ ახლავს ის გმირს ყველა ბრძოლაში და რატომ რჩება მასთან ერთად საკნად ქცეულ გამოქვაბულში? პასუხი. როგორც განუყოფელია ერი და მისი ენა, ასევე განუყოფელია ამირანი და მისი מחვილი, ვინაიდან ამირანის ხმალი იგივე ქართული ენაა და იგივე მისი დამწერლობა და ქართველებს ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს. მესამე. რატომ არის რომ ხმალი არ იკარებს არავის პატრონის გარდა? ვინაიდან ამირანის ხმალი იგივე მისი ენაა. ეს ენა კი ფუძე ენაა, გაგახსენებთ ენგურის მომენტს ჩვენი წინასაუბრებიდან. იგი მუდმივად ენათა პირამიდის მწვერვალზე იდგება, როგორც ყველა დანარჩენი ენის მშობელი. რომ არაფერი ვთქვათ, იმ სხვა ფონეტიკურ, სემანტიკურ, სინტაქსურ, ლექსიკურ და ასე შემდეგ თვისებებზე, რომელიც ქართველურ ენებს გააჩნია და რომლის როგორ გითხრათ, გამეორებაც, აი ქართული ენის ათვისებაც კი ყველა უცხოელისთვის ძალიან ძნელია. ანუ ქართული არ იკარებს სხვას გარდა ქართველისა. და მეოთხე შეკითხვა. რატომ სურთ ამირანის ხმლის ხელში ჩაგდება თვით ბოროტ ძალებსაც კი? ამირანის ხმლის ხელში ჩაგდება ქვეცნობიერად თუ გაცნობიერებულად პირველობის ხელში ჩაგდება და ამასთან
ერთად შეგვიძლია, რა თქმა უნდა, გავიხსენოთ მავანთა და მავანთა მიერ ქართული კულტურის მითვისება, ქართული ლიტერატურის მითვისება, ძეგლების მითვისება და რა ვიცი, უამრავი რამ, ხო, მაგრამ ეს არავის არ გამოუვა და არც გამოსდის, იმიტომ რომ ქართული კულტურა ისევე როგორც ამირანის მახვილი უცხო ხელს ვერ იკარებს. მოდით ამით დავამთავროთ ჩვენი საუბარი დღეს ამირანის მახვილზე და შემდეგ პარასკევს ჩვენ განსხვავებული თემით დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.